იქნება ესეთი შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით თუ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული და აპირებთ თუ არა მონაწილეობას. შუალედურ არჩევნებში პარტიას გადაწყვეტილი აქვს მონაწილეობის მიღება, რაც შეეხება კანდიდატებს, ამასთან დაკავშირებით თვითონ პარტიის შიგნით ჩვენ ვსჯელობთ, სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ. ჯერჯერობით დრო არის მარტის შუა რიცხვებამდე კანდიდატების დაყენების და ამიტომ ცოტა მოგვიანებით უახლოეს ან მომავალ კვირას, ან ყოველ შემთხვევაში უახლოეს ორ კვირაში კანდიდატებთან დაკავშირებით გავაკეთებთ განცხადებას. არის საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა ქართულმა ოცნებამ პარლამენტს გარეთ არჩენილ პარტიებს, რომელიმე პარტიის სასარგებლოდ არ დააყენოს კონკრეტულ ოლქებში საკუთარი კანდიდატები. თუ შეიძლება ეს მოლაპარაკება მიდის ალბათ სხვა პარტიებთან, იმიტომ რომ ჩვენთან ასეთი მსგავსი რაიმე შემოთავაზება არ ყოფილა. სხვა პარლამენტის გარეთ მყოფ პარტიებთან თუ გაქვთ, პოლიტიკურ ძალებთან თუ გაქვთ კონსულტაციები ამ საკითხზე? არა გვაქვს ამ საკითხზე კონსულტაციები, იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩვენ იცით რომ არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც ახლა ვიყავით ცალკე საარჩევნო სუბიექტი და რთულად წარმომიდგენია ახლა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობა. არ გამოვრიცხავთ და არაფერს წინააღმდეგი არა ვართ, მაგრამ უბრალოდ რეალურად საზოგადოებისთვისაც გაუგებარი იქნება ახლა რომ თუ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დავუშვათ სხვადასხვა პოზიციებზე ვიყავით, რამოდენიმე თვის შემდეგ შუალედური არჩევნების დროს ჩვენ რაღაცა ჩვენთვის არადამახასიათებელ რაღაცა კოქტეილში გვიხილოს. ამიტომ ჩვენ დავაყენებთ ჩვენ კანდიდატებს საზოგადოებას, ვიცით რომ აქვს ჩვენი პარტიის მიმართ გარკვეული სიმპათიები, რა თქმა უნდა მეტი სიმპათიები არსებობს ქართული ოცნების მიმართ, თუმცა 1 ოქტომბრის შემდგომ ვითარება არის შეცვლილი, ქართული ოცნება ისედაც დიდი დოზით არის წარმოდგენილი პარლამენტში და მე ვფიქრობ რომ თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლობა ეს არა მარტო თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლობა იქნებოდა, თვითონ ქართულ ოცნებასაც გახდი და ბევრად უფრო დინამიურს, იმიტომ რომ ქართული ოცნება დღეს აშკარად არის ესეთ არაჯანმრთელ ვითარებაში პარლამენტში, იმიტომ რომ მას არ ყავს ოპოზიცია რეალურად და უოპოზიციოდ ნებისმიერი უმრავლესობა არის არაეფექტური. ამიტომ როგორც ავადმყოფ ორგანიზმში შეუშვებელ ხოლმე ჭხირებს, ეხლა მე ვფიქრობ რომ თუ კარგად დაცნობიერებენ თუ როგორ მუშაობს დემოკრატიული პოლიტიკური მანქანა, წესით ქართული ოცნება თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული პარლამენტში რეალური ჯანმრთელი ოპოზიციური ძალების წარმოდგენით. ნაციონალურ მოძრაობას სარწმუნოდ ნაციონალური მოძრაობა 6000 კაცი დაკითხვაზე არის დაბარებული ახლა და კოზანოსტრას ისტორიებიდან არ მახსოვს მე რომ 6000 ეს არის ყაჩაღური, ბანდიტური, კრიმინალური, კორუმპირებული ორგანიზაცია და ძალიან რთული არის მათ ახლა რაღაც საკითხზე, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის მიმართ რა საკითხზეც არ უნდა გააკრიტიკონ. მათ შორის შეიძლება სწორად გააკრიტიკონ ხანდახან ხელისუფლება, მაგრამ რა ნამუსით უნდა გააკრიტიკონ კობა დავითაშვილი, მაგალითად კაკო ბობოხიძე. აი როგორ რაღაც ლოგიკა ხო უნდა იყოს, არა? გამოდიან და ჩვენ ხო არ გვახსოვს გახსოვთ თქვენ ნაციონალური მოძრაობიდან დღეს რომ ვაი ვიში აქვს მაგალითად რომელიმეს გახსოვთ რომ აი კაკო ბობოხიძე გაეკრიტიკებინათ? ვერიქით უყიროდნენ მე მგონი მიდი დახკარ ესე იგი ბოლომდე გავუერთიანეთ ცხვირ პერიოდა. იგივე შემილია გითხრათ, ვერც კორუფციაზე ვერ იტყვიან ვერაფერს, ვერც იარაღის ჩადებაზე, ვერც ნარკოტიკის ჩადებაზე, ვერც სოციალურ უთანასწორობაზე. იმიტომ რომ ყოველთვის მათ წინააღმდეგ არსებობს ასეთი არგუმენტი. მაგრამ ნამუსი არა გაქვთ თქვენთან ხუთჯერ უარეს არ აკეთებდით? ან არსებობს მეორე არგუმენტი, რომ კბილაშვილი გამოუძახებს დაკითხვაზე და მერე მეორე დღეს გააკეთებენ განცხადებას, რომ გაეცდნენ რა ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის ახალ რედაქციას, აღმოაჩინეს, რომ ეს პროგრამა მათთვის უფრო მახლობელი არის, ვიდრე საკუთარი პარტიის პროგრამა. ამიტომ ეს არ არის ოპოზიციური ჯგუფი, რაც უფრო ადრე მოხდება ამ ჯგუფისგან სტერილიზაცია ქართული პოლიტიკური ორგანიზმისა, მით უკეთესი არის. აი თქვენ დაკითხვები ახსენეთ და დაპატიმრებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები დავით უსუფაშვილსა და დავით ბაქრაძეს შორის, თუმცა ცნობილი გახდა რომ ეს შეხვედრა შედეგი ვერ იქნა მიღწეული და ყველაზე პრობლემატური საკითხად დასახელდა კვლავ ეს დაპატიმრებების თემა. ნაციონალური მოძრაობა ითხოვს ამინისტიას. დღეს განცხადება თქვენი აზრით უნდა დათანხმდეს ქართული ოცნების ხელმძღვანელების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს ორ კვირაში იქნება ინიციირებული პოლიტიკური ამნისტიის პროექტი და მინდა ახლავე განვაცხადო, რომ ეს არის ცინიზმი ჩემი აზრით ქართული საზოგადოების მიმართ. დღეს, როდესაც არც ერთი უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანის საქმე არ არის გადახედილი, ხელახლა გამოძიებული და არც ერთი ადამიანი არ არის რეაბილიტირებული. დღეს, როდესაც არც ერთი ადამიანი, რომელსაც ჩამოერთვა ქონება და მატერიალური ფასეულობები ნაციონალური მოძრაობის დროს არც ერთს გარდა თვითონ პრემიერ-მინისტრის ეს ქონება უკან დაბრუნებული არ აქვს. როდესაც სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიდის იმდენად ნელა, ამ პრაქტიკულად რო ვთქვა, საერთოდ არ მიდის, რომ დღეს მოვისმინე უმრავლესობის ლიდერებიც კი აკრიტიკებენ პროკურატურას. ამ ფონზე პოლიტიკური ამნისტიის გამოცხადება და ნაციონალური მოძრაობის კრიმინალური და კორუმპირებული ელიტისათვის გარანტიების მიცემა, ეს არის ცინიზმი და დგონს უნდა მოიგოს მე მგონი პარლამენტის ხელმძღვანელობა. და მე ქართულ საზოგადოებასაც ვინც ხაზავდა ძალიან ენერგიულად 51 ნომრებს მინდა
მოუწოდო გამოვიდნენ და თავის პოზიცია დააფიქსირონ. თუ სამართლიანობის აღდგენის პროცესში მოხდა ასე კარდინალურად საზოგადოების მოტყუება და ნაცვლად სამართლიანობის აღდგენისას ჩვენ მივიღეთ ნაციონალური მოძრაობისთვის სრული იმუნიტეტი და სრული გარანტიები. ბუნებრივია რომ მაშინ ასევე მოექცევიან ბანკის მოვალეებს და ასევე მოექცევიან ნებისმიერ სხვა კატეგორიას, რომელსაც სხვადასხვა დაპირებები მიეცა არჩევნების წინ. ამიტომ პოლიტიკური ამნისტიის გამოცხადება დღეს, როდესაც არანაირი დევნა რეალურად რო ვთქვათ არ მიმდინარეობს. არც ერთი ადამიანი დაპატიმრებული არ არის გარდა ახალაიზი, რომელიც ჩამოვიდა და თვითონ გააღო ის ციხისკარები და თვითონ ჩაჯდა. რეალურად პროკურატურა როცა არანაირი ძიებას არ აწარმოებს, დღეს პოლიტიკური ამნისტიის გამოცხადება ეს არის უბრალოდ ქართული საზოგადოების მოტყუება და მაშინ პირდაპირ გამოაცხადონ ამ კანონპროექტს დაარქვან, რომ სამართლიანობა არ აღდგება საქართველოში, ვერ მიიღებს ვერავინ ჩამორთმეულ ქონებას, ხოლო ვისაც უკანონოდ ჩაუდეს თავის დროზე იარაღი და ნარკოტიკი, ვერავინ ვერ მიიღებს რეაბილიტაციას. ამიტომ ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით პოლიტიკური ამნისტიის იდეას. თუ არის გარკვეული პოლიტიკური დევნა და შეიძლება იყოს პოლიტიკური დევნა, მე ამას არ უარყოფ. პოლიტიკური დევნის საწინააღმდეგო საშუალება არ არის პოლიტიკური ამნისტია, არამედ არის სწორი მართლმსაჯულება. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და უდანაშაულები უნდა იქნენ ხელშეუხებელნი. და არა ის, რომ გამოცხადდეს, რომ ან ყველა დაისაჯოს დამნაშავეს და უდანაშაულოს და ან არავინ არ დაისაჯოს, არ დამნაშავე და ან უდანაშაულო. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოში ინგრევა ძირშივე ის, რასაც ეწოდება კანონის უზენაესობა. ბატონ კახარ, თქვენს თვით ახლა ჯერ არ არის აღდგენილი სამართლიანობა, რომელიც იყო წინა საარჩევნო დაპყრობა მთავარი ერთ-ერთი. ხალხიც გრძნობს აი გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით, მინდა რომ გითხოთ დიამეტრალმა განაცხადა, რომ მაიძულებთ მე თვითონ აღვადგინო სამართლობა ისეთი კონკრეტულ ფაქტზე საუბრობდა, მაგრამ ბევრი ეს იგვიანებს ხალხისთვის, ნაწილისთვის სამართლობის აღდგენა. როგორ ფიქრობთ, ესე თუ გაგრძელდება, როგორ იქნება ხალხის რეაქცია და შეიძლება თუ არა, რომ აი თუნდაც თქვენ პოლიტიკური ძალა და კიდევ სხვა პოლიტიკური ძალები ისევ გამოჩნდნენ ქუჩაში? არა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ მანამდე ვიდრე არსებობს ნაციონალური მოძრაობის საფრთხე, რომ ქუჩიდან დესტაბილიზაციის რაიმე საბაბი გავაჩინოთ, ეს არის გამორიცხული, იმიტომ რომ ჩვენ პრიორიტეტები კარგად გვესმის. შეიძლება ქართული ოცნება არ ასრულებს თავის დაპირებებს და თვალში ნაცარს აყრეს ქართულ საზოგადოებას, მაგრამ ეს მაინც უფრო მსუბუქი დანაშაული არის, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი ქმედებები. ნაციონალური მოძრაობა ეს არის კლასიკური ფაშისტური ორგანიზაცია, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, რომელიც უნდა ჩაჯდნენ ციხეში. და ამის შემდგომ, ვიდრე ეს საკითხი არ იქნება გადაწყვეტილი, თავისუფალი საქართველო არ გახდება არანაირად იმისი მიზეზიან საბაბი, რომ ქვეყანაში რაიმე ფორმით გაჩნდეს დესტაბილიზაციის და ქაოსის საფრთხე. ჩვენ უბრალოდ მივმართავთ, მე არც რანაირად მივმართო, არც ერთხელ არ შემოხვედრია არც ერთი წარმომადგენელი ამ ხელისუფლების და არ პასუხობენ არც ერთ წერილზე, არც ერთ მიმართვაზე. და ჩვენ უბრალოდ მივმართავთ კიდევ ერთხელ, ამიტომ აი ტელეჟურნალისტების საშუალებით. რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ასობით მაკითხავენ ჩვენ ოფისში, შეგიძლიათ შეამოწმოთ, ეხლა გააგზავნოთ ჟურნალისტი, ასობით ადამიანი მოდის ყოველდღე და კითხულობს. რო შევკვირდნენ ბანკის ვალების რესტრუქტურიზაციას. სად არის ბანკის ვალების რესტრუქტურიზაცია? რო შევკვირდნენ, რომ მოხდებოდა სისხლის სამართლის საქმეების გადახედვა. როგორ ვის მიმართოთ? იმიტომ რომ ვინც მიმართა პროკურატურას, ყველას პროკურატურა ისტუმრებს უარით, წერილობითი ოფიციალური უარებით. რომ შევკვირდნენ ჩვენი დაანგრეული სახლების მიწების ჩამორთმეული და რეკვიზირებული და კონფისკირებული ქონების დაბრუნებას. როგორ, რომელი კანონით, რომელი პროცედურით ეს უნდა მოხდეს? არავინ ამაზე პასუხს არ იძლევა. და ძალიან უხერხული არის მართლა, არ მინდა ხშირად გამოერება, მაგრამ ესე იგი გამოდის, რომ პროკურატურა კი არ არის დღევანდელი პროკურატურა. ეს არის ბანკი ქართუს საადვოკატო ფირმა, რომელიც იძიებს და სამართალწარმოებას აწარმოებს მხოლოდ ბანკი ქართუს საქმეებზე. არც ერთი სხვა საქმის სამართალწარმოება ჩვენ არ გვინახია. ამიტომ ჩვენ არანაირი კონფლიქტში შესვლა კი არ გვინდა, მე უბრალოდ მინდა წინადადება მივცე, რეკომენდაცია მივცე, ფასეულ რჩევა მივცე ქალბატონ წულუკიანს და ბატონ კბილაშვილს. გამოვიდნენ და ჯერთი შეწყვიტონ ეს სრული საუბარი პოლიტიკურ ამნისტიაზე და რაც თავარია, ადამიანებს, რომელთა მიმართაც გამოვიდა უკანონო განაჩენები, რომელთაც ჩამართვათ ქონება წინა ხელისუფლების დროს, უნდა გამოვიდნენ და უთხრათ, რომ თქვენი საკითხების გადაწყვეტა მოხდება ამ კანონის ამ მუხლის მიხედვით. და თუ დღეს ამისთვის არ არის ამზად, მაშინ უნდა უთხრან, რომ ეს კანონი იქნება აპრილში, ოქტომბერში, იქითა წლის აპრილში ან იქითა წლის ოქტომბერში. მაგრამ ჯერჯერობით რაავადებიც ითქვა, ნათქვამი საშემოდგომო სესიაზე დარღვეული იქნა, შემდგომ ითქვა, რომ 5 თებერვალს შემოვიდა პროკურატურა ამ ინიციატივით საპროცესო კოდექსის ცვლილებების შესახებ და ესვადაც დარღვეული იქნა და ჩვენ არანაირი, ასე ვთქვათ, არ გვინახია სხვა კონკრეტული წინადადება.
ეხლა არაფერს არ ვამბობ იმის კომენტირებაზე, რომ თურმე 100,000 ლარის ზევით უნდა მოხდეს ქონებრივი დავების ხელახლა განხილვა. ესეც არის ცინიზმი. საერთოდ არ მაინტერესებს 100,000 ლარის ზევით ქონებრივი დავები. პირველ რიგში საინტერესო არის ზუსტად 100,000 ლარის ქვევით და მასას და მოსახლეობას და გაჭირვებულ ხალხს რა ზიანიც მიედგა. ეს რომელიც მე-18 საუკუნე არის ეხლა რომ რაღაცა ქონებრივი ცენზი წესდება თუ რა მიდგომა არის და ვინ ურჩია ეს და საიდან მოიტანეს ეს მოდელი რომ რაღაცა ესე იგი მდიდრების საქმეებს განიხილავენ მარტო, ხოლო გაჭირვებული ხალხის საქმეებზე ესე იგი ჯანდაბას რაც იყო სააკაშვილმა და რაც მიიღო ის ძალაში დარჩება. ეს არის ნონსენსი და ჩავარდნა არის ამაზე მე ხო არ ვსაუბრობ დღეს ვნახე კანთარიას კომენტარები, ვნახე ხიდაშელის კომენტარები, უმრავლესობის წევრთა განცხადებები, რომ იუსტიციის სამინისტროს მუშაობა ვერანაირი კრიტიკას ვერ უძლებს და რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლება ამაზე. ქუჩის აქციები კი არ არის საჭირო, ეს გამორიცხული არის. საჭირო არის რომ მიღებული იქნეს არ ვიცი ან საკადრო ან პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ გეუბნებით, ელოდებიან დაპირებების შესრულებას, გაგებით მოვეკიდებით კი ბატონო რომ ყველა დაპირება ერთდროულად ვერ შესრულდება, ეს მართლაც ასე არის, მაგრამ უნდა ითქვას კონკრეტულად იუსტიციის მინისტრმა შეურაცხყოფა კი არ უნდა მიაყენოს ბანკის მოვალეებს, რომლებიც შეეკითხებიან რომ მოხდება თუ არა მათი ვალების რესტრუქტურიზაცია. უნდა უთხრას, რომ თქვენი საკითხი გადაწყდება ამ დროში და ამ წესით. სამწუხაროდ ჩვენ ვერ მისმენთ ამას და ამიტომ მე ვარ შეგიძლიათ ჩათვალოთ ეს პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო არის პოლიტიკური ამნისტიის კატეგორიული წინააღმდეგი. თქვენ ეხლა სულუკიანი ახსენეთ და საკადრო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლებამ. თქვენ მომხრე ხართ რომ სულუკიანმა დატოვოს. არა, მე არ მაინტერესებს ქართული ოცნების გუნდის შიგნით ვინ რა პოზს დაიკავებს. მე მაინტერესებს შედეგები. ეს თვითონ ივანიშვილმა გადაწყვიტოს მინისტრის ბრალია, მინისტრის მოადგილეების, პროკურორების თუ ეს მათი მენეჯმენტის საკითხი არის და სხვა კომპანიის მენეჯმენტში ჩვენ არ ვერევით. ჩვენ გვაინტერესებს ის რომ რატომ მოდიან დღეს ჩემთან ბანკის მოვალეები, მევახშეების მოვალეები, უსამართლოდ ჯავრდებულები და უსამართლოდ დევნილები წინა ხელისუფლების დროს. და რატო არ იღებენ მათ პროკურატურაში, რატო არ იღებენ მათ იუსტიციის სამინისტროში, რატო არ ეუბნებიან ამ ადამიანებს, როგორ უნდა აღიდგინონ თავიანთი დაკარგული უფლებები. იმიტომ რომ იყო ეს დაპირებები, გახსოვთ თქვენ, და ეს დაპირებები დღესაც კეთდება ყველა წარმომადგენლის მიერ ხელისუფლებისა გარდა იუსტიციის სამინისტროს. ანუ პოლიტიკურ დონეზე, ზოგად დონეზე დღესაც ხდება ამის დასტურება, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, დანაშაულები უნდა დაისაჯონ, ვისაც ქონება ჩამოერთვა, ქონება უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ამას რეალობაში ვერ ხედავთ. როდესაც ამ დაპირებების შესრულების დაგვიანებაზე არის საუბარი, აი სამართლიანობის აღდგენა იგონებს, რამდენად არის იმის ბრალი, რომ კოალიციაში, მთავრობაში, ახალ ხელისუფლებაში გადართულები არიან მეტნაკლებად შიდა პრობლემებზე, ანუ იგივე დაპირების არანაირი კოალიცია რეალურად რო ვთქვით, კოალიცია ქვია ამას ფორმალურად, თორე ხა რეალურად ვიცით რომ ეს არის მთელი კოალიცია და მთავრობა ბიძინა ივანიშვილი, ხო? ეხლა თვითონ შეადგინა ეს კოალიცია და თვითონ თქვა რომ როცა პირველი წერილი გამოაქვეყნა რომ არანაირი კითხვები არ მაქვს ალასანიას მიმართ და არ მომწონს კუკავა, თვითონ თქვა, მე ხო არ მithქვია. ეხლა გამოდის რომ ყველაზე მეტი კითხვები ალასანიასთან გონია და ამიტომ ეს საზოგადოებას არ აინტერესებს, ეს არც ერთი მთავრობისთვის არ არის გამამართლებელი მიზეზი, ვინ ესე იგი ცოლს ღალატობს და ვინ კოალიციის შიგნით რა ხდება. არ აინტერესებს, არ არის ეს ჩვენი საქმე. ჩვენი გასარჩევი არ არის, ჩვენ გვაინტერესებს. ხო ითხოვეს რომ ხალხს ხმა უნდა მიეცა ამ ნომრისთვის. ხო შემოხაზა ხალხმა. შეეკითხნენ ვინ ხალხს რა პრობლემები ქონდა და როგორ და თავისი ვალდებულება კონტრაქტის ერთმა მხარემ შეასრულა. ეხლა უნდა შესრულდეს კონტრაქტის მეორე მხარე. და სამართლიანობის აღდგენაზე მე რატო ვაკეთებ აქცენტს, რომ მე მესმის რომ სოციალური და ფინანსური ვალდებულებები უცებ ვერ შესრულდება. პენსია ვერ გახდება $500 უცებ, იმიტომ რომ ეს ეკონომიკურ ზრდაზეც არის დამოკიდებული და არ არის დამოკიდებული მარტო ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე. და სამართლიანობის აღდგენაზე ვაკეთებ აქცენტს, იმიტომ რომ ეს დამოკიდებული არის მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე. ამას არ ჭირდება არც ახალი ბიუჯეტი, არც ახალი ტრანში, არც რაღაცა საერთაშორისო ხელშეკრულებების მოწერა. ამას ჭირდება რომ ელემენტარულად კვალიფიციური კადრები დაინიშნონ პროკურატურაში ან მიიღონ მათ შესაბამისი სანქციები. და დღეს რასაც ხედავთ ჩვენ ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულება, მეტი არაფერი. მინდა გითხოთ ივანიშვილის თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით და იქ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, იქიდან ჩამოსული დელეგაციისგან გახდა ცნობილი, რომ მეჩეთის საკითხი, რომელიც იყო პრობლემატური და აკრიტიკებდით ოპოზიცია წინა ხელისუფლების პერიოდში, კვლავ დღის წესრიგში დგა და ის აშენდება ბათუმში და ამასთანავე ამ საკითხმა კომიკური სახე მიიღო, იმიტომ რომ მე უსმინე რამდენიმე წარმომადგენელს მმართველი პარტიისა და თქვენს რომ ჩვენ სულთან აზიზიეს მეჩეთის წინააღმდეგი ვიყავით, თორემ სულთან
მეჰმედის მეჩეთიო ეს ჩვენი ბავშვობის ოცნება იყო რომ ბათუმში უნდა დაედგათო და ჩვენ ესე არ ვფიქრობთ რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში რომ მიმართოთ ხელისუფლებას და გამოაქვეყნონ ეს დოკუმენტი თქვენ გახსოვთ ჟურნალისტებს რამდენი ბრძოლა უხდებოდა თავის დროზე ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას რომ გამოქვეყნებულიყო ენგურხენსის მემორანდუმი რომელსაც სააკაშვილმა ზურგს უკან მოაწერა ხელი ასევე დღეს უნდა გამოქვეყნდეს რა წერია ამ თურქეთ-საქართველოს შეთანხმებაში მეც არა ვარ ისლამოფობი და მეც მივესალმები იმას რომ ქართველ მუსულმანებს კონდეთ სრული შესაძლებლობა თავიანთი რელიგიური თავისუფლებების რეალიზაციისა მაგრამ უნდა გამოქვეყნდეს ეს დოკუმენტი იმიტომ რომ მაქვს კითხვები რომელსაც ვაპირებ რომ დავუშვათ უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოვაქვეყნოთ თუმცა ზეპირად მინდა გითხრათ პირველ რიგში ვინ კითხავს ერდოღანს აჭარელი მუსულმანების უფლებებს ჩვენ გვეკითხება ვინმე აჭარაში არის თუ თურქეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი გურჯების და ლაზების უფლებები ან საკითხები როგორ არის დარეგულირებული საერთოდ გვეკითხება ამას ვინმე აი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ან პრეზიდენტს როდესმე დაუსვია ეს საკითხი თურქეთთან მოლაპარაკებებში მით უფრო რომ ჩვენ მეტი უფლებები გვაქვს ხო ისინი არიან ჩვენი თანამოძმეები და ისტორიული ჩვენი ტერიტორიები არის და თურქეთი ვინ დანიშნავს სოფლიო მუსულმანების იმად რა ქვია პროტექტორად რომ საქართველოში ჩვენი ქართველი ნამდვილი ქართველი მუსულმანების უფლებები დაიცვას ეს ერთი მეორე თუ შევადარებ ჩედაროფიტობის კუთხით რა დღეში არის იქ თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი ქართველთა უფლებები და რა დღეში არის საქართველოში მყოფი მუსულმანების უფლებები შედარება არ შეიძლება იმიტომ რომ არც ერთ მეჩეთში ღმერთმა დაგვიფაროს საქართველოს ტერიტორიაზე ტუალეტი არასდროს არ ყოფილა გახსნილი და თქვენ იცით რომ ბოლო წლებამდე იქ მე-7 და მე-8 და მე-9 საუკუნის უნიკალური ქართული ძეგლები რა დღეში იყო 200 მეჩეთი არის გახსნილი ითქვა ეს ხო ოფიციალური წყაროების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე 2 ეკლესია თუ იცით ან 1 ეკლესია თუ იცით მართლმადიდებლური თურქეთის ტერიტორიაზე გახსნილი ამიტომ ჩვენ ვართ მომხრე იმისი რომ უნდა მოხდეს ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე ასეთი ტიპის შეთანხმებები რომ აღდგება საქართველოს ტერიტორიაზე ისლამური კულტურის ძეგლები უნდა აღდგეს ქართული კულტურის ძეგლები თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედ მფლობელობაში გადაეცემა ანუ მოქმედი რიტუალი დაშვებული იქნება აქ ისლამური კულტურის ძეგლებში ანუ მუსულმანური ღვთისმსახურება მაშინ ღვთისმსახურება დაშვებული უნდა იქნეს ქრისტიანული კულტურის ძეგლებშიც და ეხლა ყველა ჩვენ როგორ გვატყუებს და ყველაზე სულელები ჩვენ როგორ ავართ რომ ესე იგი ჩვენ 200 მოქმედი მეჩეთი უნდა გავხსნათ აქ და იმათმა ერთი ძეგლი ქართული კულტურის თუ ორ ძეგლზე არის საუბარი ოშკზე და იშხანზე უბრალოდ უნდა შეარემონტოს იქ საუბარიც არ არის ხო საუბარიც არ არის იმაზე რომ ეს ჩვენ საპატრიარქოს გადაიქცეს მოქმედ ეკლესიად ამიტომ ეხლა არ ვიცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მე შეიძლება ბევრი თვალსაზრისით გავაკრიტიკო მაგრამ თვალ ნამდვილად ჩემზე უკეთესად იცის და ამიტომ როგორც თავისთვის კარგად თulis მე მინდა რომ სახელმწიფო ინტერესებსაც როცა ეხება საქმე თურქეთ-საქართველოს შეთანხმება გამოქვეყნდეს ეს იყოს საჯარო და დაცული იქნეს საქართველოს ინტერესები სრულად ჩვენ თუ გვაქვს შანსი იმის, ნუ კიდე არ მინდა ესეც გამოდიან ბევრი ახლა ლიბერალები თუ რა ქვია, ფსევდოლიბერალები და ვითომ ძალიან აწუხებთ ახლა ქართული კულტურის ძეგლები ისეთ ხალხი, აი როგორა ოშკი და იშხანი ინგრევა როგორც ტერორისტებთან არ შეიძლება ვაჭრობა ამ მეთოდით, ნუ რავი, ნუ გვევაჭრება, რომ ესე იგი თურმე თუ არ მოვაწერთ ხელს ამ შეთანხმებას, ოშკს და იშხანს დაანგრევენ. ეს არ არის ის მეთოდი, რა მეთოდითაც პარტნიორებს და მეზობლებს შორის უნდა მიმდინარეობდეს მოლაპარაკება. და ძალიან მაინტერესებს ახლა ორ ძეგლის აღდგენა რატო ხდება? ვიცით რომ ბევრად მეტი არის. ჯერჯერობით 4 ძეგლი არის უნიკალური მე-11 საუკუნემდე აგებული მარტო ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, ხო? და გარდა ამისა არის 10 ძეგლი, ხო? უნიკალურების გარდა არის იქ ციხესიმაგრეები არის, მე თვითონაც დამყოფი ვარ ლაზეთის ტერიტორიაზე არის პატარა ოხვამეები და სხვადასხვა ობიექტები. აი მათი რემონტის საკითხი და მათი რეაბილიტაციის საკითხი რატო არ დგას? ამ საკითხის საფასურად კიდე რაიმე სხვა ვალდებულებები გვექნება შესასრულებელი? აგრეთვე უნდა დადგეს საკითხი იმის შესახებ, სხვა შორის ქურთებმა მიაღწიეს, იმიტომ რომ პატრონი ყავთ, თვითონ არიან თავის პატრონი. სომხებმა მიაღწიეს, ბერძნებმა მიაღწიეს თურქეთის ტერიტორიაზე, რომ უკვე მათი ეთნიკური, მათი ტელევიზიები აქვთ, მათი სკოლები აქვთ. რატო არ შეიძლება თუ კი სახლობს იქ მართლა 3 თუ 4 მილიონი ქართველი და ლაზი, რომ მათაც კონდეთ თავიანთ ენაზე სკოლები. ჩვენთან ხო არის, არავის ხო არ გვიკვირს და არავის ხო არ არის წინააღმდეგი ამ სომხური და აზერბაიჯანული სკოლების ჩვენ ტერიტორიაზე. რატო არ შეიძლება მაშინ ქვეყანაში სადაც ცხოვრობს რამოდენიმე მილიონი ჩვენი თანამოსახლე, ქართულ სკოლებზე არ არის ლაპარაკი, თურქულ სკოლებში ნახევარი საათით კვირაში ქართული ენა ასწავლონ. ეს არ გახსენებია სამწუხაროდ არც წინა ხელისუფლებას, არც დღევანდელ ხელისუფლებას. ეს ახსოვს მარტო საქართველოს ეკლესიას, საერთოდ ის საკითხი რო დაისვა თუნდაც იშხანი და ოშკიც ეს გვახსოვს ჩვენ როდის დაისვა, როცა საქართველოს ეკლესია ჩაერთო ამ საკითხებში და საქართველოს ეკლესიას ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს ის პრეტენზია, რომ ის არ იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში და ჩვენ ხედავთ, რომ ეხლაც ეს არანაირად ეს პროცესი გამჭვირვალე არ არის. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოქვეყნდეს ეს შეთანხმების ტექსტი. არ ვიცი, ეს ეკლესიას უნდა კითხოთ, მე რაც ვნახე არ იყო ჩართული, პირდაპირ გაემგზავრა იქ ბატონი
ჩვენ გვინდა რომ გამოქვეყნდეს ეს შეთანხმების ტექსტი თუ არსებობს ეს საერთოდ წერილობრივი შეთანხმები. არა, ამიტომ მინდა შეთანხმების ტექსტი გამოქვეყნდეს. და რომ გააკეთოს შენიშვნები ქართულმა საზოგადოებამ. ნუ ხედავ მე Facebook-ზე დავწერე რომ უმრავლესობის რომელიმე წევრს მაინც თუ ექნება ერთი წევრი არ გამოჩნდა რომელსაც დააინტერესებს და ნუ ჩვენ გვაინტერესებს თავისუფალ საქართველოს და ჩვენ არ მიგვაჩნია რომ აზიზიეს მაგრად მეჰმედის მეჩეთი თუ იქნება ეს დიდი მიღწევა არის. რატომ როგორ ფიქრობთ აი იგივე მურმან დუმბაძის პოზიციებიდან გამომდინარე რატომ უნდა შეცვლილიყო ესე რადიკალურად არ მინდა პერსონალიებზე რატომ მარტო მურმან დუმბაძე მთლიანად უნდა ვისაუბროთ ხელისუფლებაზე და ქართულ ოცნებაზე რატომ არ ვიცი მათ უნდა კითხოთ მე რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური გუნდი არის პოლიტიკური გუნდი და ჩვენ ვიცით რომ მურმან დუმბაძე არ იღებს დღეს გადაწყვეტილებებს არც მაშინ არ იღებს და გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური გუნდი ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ რომ ყველა გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული საქართველოს ინტერესებში. საქართველოს უნდა ვისწავლოთ რომ არავის ვალი არც თურქების არც ამერიკელების და არც ევროპელების ჩვენ არა გვაქვს. ყველა გადაწყვეტილება რომელსაც მიიღებს საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ნაკარნახევი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ერის ინტერესებში. აი ეს უნდა ვისწავლოთ როგორც ეს იქციან ფრანგებმა, იქციან გერმანელებმა, იმიტომ რომ სამარცხვინო რაღაცა მოვისმენე ამას მაესტროს ეთერში ვიყავით და რკინიგზის გახსნაზე იყო საუბარი. აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე და ერთ-ერთმა ცნობილმა ექსპერტმა პირდაპირ აი რა უთხრა რატო ვართ ამის წინააღმდეგ ეს ხო ჩვენს აფხაზ ძმებთან დაგვაახლოვებს მეთქი არგუმენტი მითხრა ის აი პირდაპირ თქვა თურქეთი და აზერბაიჯანი არიან ამის წინააღმდეგი პირდაპირ ამბობს ხალხი ეს ჩვენ ვართ ესე იგი კოლონიური ქვეყანა რომ როდესაც ესე იგი ჩვენ ასე იგი აფხაზეთიც არ უნდა დავიბრუნოთ შეიძლება იმიტომ რომ ეს იმის სომხეთის და აზერბაიჯანის ინტერესებში არ ჯდებოდა და როგორ ხდება ეს საკითხები ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ნებისმიერი დოკუმენტის მიღების დროს ქართველი ერის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები. ჯდება ამ ინტერესებში, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. არ ჯდება ამ ინტერესებში, არ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და ის დოკუმენტი, რომელიც გამოაქვეყნა პარლამენტის საგარეო კომიტეტმა, წაიკითხეთ, ძალიან დაგაინტერესებთ. 12ჯერ არის ნახსენები ამერიკის შეერთებული შტატები და 3ჯერ საქართველო. ხა ესა რომელი ქვეყნის დოკუმენტს ვიღებთ და რომელი ქვეყნის პარლამენტი ვართ საერთოდ, ესეც ხელახლა არის დასაფიქრებელი. საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა გუშინ პარლამენტში თუ მოусმინეთ არ ვიცი პრიორიტეტებზე მან ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა რომ არავის არ აქვს საფუძველი შეიტანოს ახალი ხელისუფლების პროდასავლურ კურსში ჩვენ არ შეგვაქვს ეჭვი მათ პროდასავლურ კურსში ანუ თქვენ იზიარებთ რომ პროდასავლურობა და პრო რა ვიცი რა საერთოდ ნებისმიერი პრო ეს არ არის თავისთავად რაიმეს გამართლება მე კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ნებისმიერი პოლიტიკა ორიენტირებული რომელიმე ქვეყანასთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე უნდა იყოს ნაკარნახევი პრაგმატული ინტერესებით. აი მაგალითად ამ დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს არასდროს არ ითანამშრომლებს ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში შექმნილ რომელიმე ორგანიზაციასთან. საერთოდ, აი რატომ აინტერესებს? აი მაგალითად არსებობს საბაჟო კავშირი. საბაჟო კავშირის საქართველოში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ შენ მაგალითად მირიამ ბოქოლიშვილი გახდები 5ჯერ უფრო მდიდარი ვიდრე ხარ და სოფლის მოსახლეობა გახდება 10ჯერ და 20ჯერ უფრო მდიდარი ვიდრე დღეს არის, ხო? არითმეტიკა არის, ხო? ითვლება ეს რამდენი შეიძლება იყოს თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში ჩვენი ექსპორტი რუსეთში და რამდენი შეიძლება იყოს ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი მაინტერესებს რატო უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტი, რომელიც რო გადმოთარგმნოთ, ახლა რეალურად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უარს ამბობს თავის ეკონომიკურ ზრდაზე უარს ამბობს თავისი ექსპორტის გაზრდაზე, უარს ამბობს საკუთარი მოქალაქეების გამდიდრებაზე და რატომ მაინტერესებს? შეიძლება ეს ვინმე მაგვიხსნას, რატომ? ესე იგი რომ ვიღაცამ შვიდად იყოს გოგა გაბაშვილს ღამე შვიდად რო დაეძინოს, ამიტომ უნდა ვთქვათ ჩვენ უარი მაგალითად საბაჟო კავშირში მონაწილეობაზე. რა არის ის პირველ საწყისი ფასეულობა, რომელსაც უქვემდებარებთ ჩვენ შემდგომ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პირველ საწყისი ფასეულობა არის ეროვნული ინტერესები. დღეს პარლამენტში თავმოყრილი ჭყალებში დაპირისპირებული მხარეებისთვის ეს არის რაღაცა საერთაშორისო რეკომენდაციები თუ საერთაშორისო ვალდებულებები, რომ ესე იგი მთავარია ვაშინგტონი იყოს კმაყოფილი. ჩვენ არ მიგვაჩნია ასე, რომ იმის გამო რომ ვაშინგტონი იყოს შვიდად, ჩვენ მაგალითად არ უნდა გავწევრიანდეთ საბაჟო კავშირში. იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აინტერესებთ ვაშინგტონში ინერვიულებენ თუ არა. საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ რა ეღირება ეს სექტემბერი მოვა არც ისე შორსაა და ოქტომბერი. რა ეღირება უგრძენი, რა ეღირება ციტრუსი, რა ეღირება ჩაი. თუ ისევ იგივე ფასები იქნება და ისევ იგივე მათხოვრობა იქნება რაც მთელი 9 წლის მანძილზე გარწმუნებთ რომ გურჯაანში გლეხებს იმითი მაპით ვერ დაამშვიდებენ ამის გარანტიას წინასწარ გაძლევთ ხო ჯერ ეს ერთი სხვათა შორის ძალიან დიდი მადლობა დიმიტრის ესე იგი საუბარი არის რომ ამ დოკუმენტს ქვია შეთანხმება
ფართო პოლიტიკური კომპრომისი. მაინტერესებს რას ნიშნავს, ესე იგი ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც თვითონ უწოდებენ სისხლის სამართლის დავნაშავების ბანდას, ესე იგი ისინი რო შეთანხმდებიან, ეს არის კონსენსუსი? ესე იგი არც სხვა პარტიები არსებობს, არც არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობს, არც ქართული საზოგადოება არსებობს, არც რეფერენდუმი არსებობს, ესე იგი გამოდის რომ თუ ესე იგი ბაქრაძე და უსუფაშვილი რაზე შეთანხმდებიან, ეს არის ქართველი ერისნება? იმ ლიტვას რო ბაძავენ და იმ ლიტვიდან რო უნდათ ამ ფორმულირებების გადმოტანა და მარტო შინაარსს რო კითხულობენ. აი მე ურჩევდი ბაქრაძესაც და უსუფაშვილსაც. ნახონ ერთი ლიტვის პარლამენტმა როცა მიიღო ეგ დოკუმენტი, რამდენი პარტია აწერს ხელს. აი ეს ნახონ და ჯერ ეს გადმოიტანონ. კომპრომისი და კონსენსუსი ნიშნავს იმას, რომ ყველა თუ არა თითქმის ყველა განსხვავებული და ესე თქვა დაპირისპირებული და კონკურენტი პოლიტიკური სუბიექტი უნდა იყოს ამ შეთანხმებაში ასახული, თორე ესე სააკაშვილიც აკეთებდა თორთლაძესთან ერთად მოწერდა ხოლმე ხელს რაღაც დოკუმენტებს და ევროპაში ჩაქონდა მე რომ აი ოპოზიციასთან შევთანხმდითო. ეს არ არის რეალურად თუ ჩასაუბრობთ ჩვენ პოლიტიკური კომპრომისი. განსაკუთრებით ისეთ თემაზე როგორიც არის საქართველოს გაწევრიანება არ გაწევრიანება ნატოში, ეს რა თქმა უნდა იყოს საკითხი, რომელიც გადაწყდება მე ვფიქრობ საერთოდ თავის დროზე რეფერენდუმის წესით. და ბოლოს შევეკითხებით, როდესაც დასავლეთის მხრიდან ისმის კრიტიკა ახალი ხელისუფლების მისამართით, ხელისუფლება ამბობს, რომ არ აქვთ დასავლეთში არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და ნაციონალურ მოძრაობას დასავლური პარტნიორები შეყავს შეცდომაში. ამ მისიით ამერიკაში სპეციალური ვიზიტითაც გაემგზავრა თეა წულუკიანი, რომ ეს ინფორმაციული ვაკუუმი. აი მიზნით გაეგზავნა, მაგის ცალკე საუბრის თემა არის. თეა წულუკიანი არ არის პროპაგანდაზე პასუხისმგებელი. თეა წულუკიანი სხვა მიზეზის გამო გაემგზავრა. რაც შეეხება იმას, რომ დასავლეთში არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, როცა ამაზე არის საუბარი. იცით, სანამ ოპოზიციაში ვიყავით, სულ ყველა ერთად გასაგებია, რომ ხელისუფლებას მეტი ბერკეტები ქონდა. დღეს გაუგებარი არის ხა მართლაც გიორგი კანდელაკზე გადაბრალება, რომ აი გიორგი კანდელაკი ზის ეთყობა Google-ის და YouTube-ის სათავო ოფისში და ყველა ინფორმაციას ფილტრავს თუ აი რა ხდება, რატო არ აქვს ეს ინფორმაცია მაშინ დასავლეთში. დღეს ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტები. უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ, რომ ოპოზიციიდან ჩვენ და მე დღესაც ოპოზიციაში ვარ, როცა ბევრ რაღაცაზე საყოდურავდით ხელისუფლებას, ეხლა თვითონ არის ხელისუფლებაში და არ შეიძლება ასეთი რაღაცა თქვა, რომ იქ თურმე პროკურატურაში ნაციონალური პროკურორები არიან დარჩენილი. ადექნა მოხსენი. და დანიშნე ის პროკურორი, რომელიც საჭიროდ მიგაჩნია. ესე იგი, თურმე იქ სადღაც პროპაგანდა არასწორად ადექნა მიაწოდეს სწორი ინფორმაცია. ამიტომ ამას ვერ ჩავთვლი მე იმ გამართლებად, რომელიც შეიძლება ქონდეს ხელისუფლებას. საერთოდ ნებისმიერ ქვეყანაში არის ასეთი პრინციპი და საქართველოშიც არის ასეთი პრინციპი, რომ ყველაფერი რაც ხდება ქვეყანაში, ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. როცა სააკაშვილის დროს რაღაცა ცუდი ხდებოდა, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის სააკაშვილის ბრალი. შევარდნაძის დროს როცა რაღაცა პუშდებოდა, ეს ხო შევარდნაძის ბრალი. ზვიადის დროს რაღაცა როცა პუშდებოდა, საზოგადოება პასუხს ხოვდა ზვიად გამსახურდიას. და ეხლა მაჰმუდი ვერ იქნება დამნაშავე. ეხლაც რა თქმა უნდა პასუხისმგებელი არის ის, ვინც კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს. თეა წულუკიანი რა ვიზიტით არის? მე როგორც ვიცი, ეხლა ხან ჩამოვიდა და სავარაუდოდ ეს უკავშირდება იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლის გამოძიებაც მართლაც მიდის ძალიან ბევრი ხარვეზებით და ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ საქმეებთან დაკავშირებით. მადლობ. არაფერს.